მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას და როგორც იქნა დადგა პარასკევი დღე, კიდევ ერთი შანსი რომ მოვიგოთ ისეთი არაჩვეულებრივი თანხა, რომელსაც ვათამაშებთ ლოტო 642-ის ფარგლებში და რომელმაც ახლა მიუახლოვდა უკვე კვირის ბოლოს პარასკევი დღეს 1,914,168 ლარი. ვის ეს სიამოვნებოდა? მე დარწმუნებული ვარ რომ ყველას. ხო და მოდი გავათამაშოთ ეს ჯეკპოტი. დროა? არ არის დრო? დრო არის, ნამდვილად არის და თან შენ დაგვპირდი სამშაბათს. ეხლა გამახსენდა რომ პარასკევს ხალხო ჯეკპოტი გათამაშდებაო და ხო წარმოვიდგინეთ რა მოხდება ეს სიტყვები თუ არ ასრულდება და რა მოხდება თუ შეშრულდება. არა, უნდა ასრულდეს აუცილებლად. ორივე შემთხვევაში ზურა. პირველ კატეგორიაში გვაქვს გენიალური თანხა 2 მილიონამდე, რომელიც უკვე გასათამაშებელია. მეორე კატეგორია ძალიან კარგად ჟღერს უკვე 79,000 ლარს გასცა და გაარღვია. მალე რომ გადავინაცვლოთ ჩვენს ჩადოსნურ ღილაკს. ეს არის 728 ტირაჟი, გისურვებთ წარმატებას და დავიძარით ღილაკისკენ. აბა იქნება ახთეს და გამართულდეს ჩემი სიტყვები, რომელიც სამშაბათს გავაჟღერეს. 3 2 1. აბა ლოტოტრონო, ეხლა უნდა გაგვახაროთ. ეხლა ისეთი ციფრთა კომბინაცია უნდა შემოვთავაზოთ, რომელიც შეავსო ჩვენმა ტელემაყურებელმა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ესეთი კარგი ციფრები გველოდება დღეს 42 საკმაოდ მაღლებით დავიწყე. იმედი მაქვს რომ ეს ციფრი გააქვთ შემოხაზული და გააგრძელა თამაში ნომერმა 30-მა გვაქვს ყვითელი და მწვანე საკმაოდ მაღლებში ვარ ხო ჯერჯერობით არა წითელი ჩამოვარდა ამ შემთხვევაში და 34 შემოგვიგორდა ეს მაღლებში ვარ დავრჩებით თუ არა მაღლებში ამას ეხლავე გავიგებ არა, ეს შუალედური რიცხვი, კი, 15 შემოგთავაზა ამჯერად ჩვენმა ლოტოტრონმა და დავალოდოთ მეხუთე მომგებიან ბურთს და მეხუთე მომგებიან ბურთიც ადგილზეა. ის გახლავთ ნომერი 21 და მეექვსე მომგებიან ბურთს ველოდებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჯეკპოტის გასათამაშებლად. იმედია უკვე 5 ბურთი შემოხაზული გაქვთ და გაარტყით და იმედია რომ 18-იც გიწერიათ და სწორედ 18-ია ნომერი მეექვსე მომგებიანი ბურთი. დიდი იმედი მაქვს და მეექვსე მომგებიანი ბურთი უფრო სწორედ ბონუს რიცხვი ის გახლავთ 1. მოდი კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ ზურა დავიწყოთ. 42 30 34 15 21 18 და 1 გახლავთ ბონუს ციფრი. მოკლედ მეგობრებო, წარმატება, ხო, რაღაცა. მაგრამ იმედი მაქვს რომ აი თქვენ რაც მთავარი ახლა აი ეს რიცხვები გაქვთ შევსებული თქვენს ბილეთებში და უკვე ჭრიებულია თქვენს ოჯახებში. ტელევიზორებთან იყოს ბედნიერება, სიხარული და გაუშვათ კარგი ენერგიები სამყაროში, მანიფესტირდნენ ჩვენი სურვილები. რა თქმა უნდა. და დაველოდოთ სანამ ბედნიერებამდე მივალთ და სანამ შედეგებამდე მივალთ, აუცილებლად შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ იმისთვის, რომ ყოველ სამშაბათს და პარასკევს ჩაერთოთ გათამაშებაში, თქვენ უნდა შეიძინოთ ერთი ბილეთი, მაინც შეავსოთ თქვენთვის სასურველი ციფრთა კომბინაცია. ამისთვის არსებობს რამოდენიმე გზა, ეს არის ერთი loto.g საიტი, სადაც შეგიძლიათ გააკეთოთ ძალიან წარმატებით და ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს ეროვნული ლოტარიის სერვის ცენტრებს, ლოტოს ჭიხურებს, რომელიც განთავსებულია საქართველოს მასშტაბით და გვაქვს მესამე კატეგორია 7667 ლარი მოიგო ერთმა ბილეთმა. ძალიან კარგია. მეოთხე კატეგორიაში 2002 ლარი გვაქვს. გაიყო 5 ადამიანმა, მათაც ულოცავთ თანხებს, მოგებამ ბილეთზე შეადგინა 400 ლარი. და მეხუთე კატეგორიაში გვაქვს. სუყე რიცხვია მეორე სამწე კატეგორიაში უკვე ნელ-ნელა იმზადება გასათამაშებლად. ჯეკპოტზე აღარაფერს აღარ ვამბობ, წარმომიდგენია იმ ადამიანის თავს რა სასწაული დატრიალდება, როდესაც სწორედ აი ეს თანხა გათამაშდება. ჩვენს თავს რა დატრიალდება? როგორი იღბალი ექნება იმ ადამიანს, იმიტომ რომ უკვე ძალიან დიდი ხანია ამ დღეს ველოდებით ყველანი. მეგობრებო, მიუახლოვდით 2 მილიონს თითქმის და ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ მალე გათამაშდეს ჯეკპოტი. ამიტომ არ დაივიწყოთ. ერთი ბილეთი მაინც გათამაშებიდან გათამაშებამდე. იგებს ის ვინც თამაშობს. ხოლო მოგება შეუძლია ყველას. ბედნიერი საღამო, გემშვიდობებით სამშაბათამდე.